საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ფქვილის შესაძლოა სავალდებულო მარკირებას დაექვემდებაროს საკითხზე მეხორბლეები სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროებთან ერთად მუშაობენ. მიზანი გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობების მინიმიზება და ინიციატივა თავად სექტორს ეკუთვნის, რა შეიცვლება ბაზარზე რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში მოახდენს თუ არა ის გავლენას ფასზე და რა მდგომარეობაა ხორბლის საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ლევან სილაგავა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გვერდდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ლევან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოდით პირდაპირ გადავიდეთ ამ კითხვის პასუხზე, განვმარტოთ ჩვენ საზოგადოებას, რას გულისხმობს ფქვილის სავალდებულო მარკირება და რა პრობლემის მოგვარებაა თქვენი მიზანი ამ ინიციატივით. კი ბატონო, მოგესალმებით ათია, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. რეალურად პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც თქვათ შეგვძინა თვითონ ხორბლის აღების, მიღების, ჩაბარების, ფქვილის გამოშვების თქვათ იმ პრაქტიკამ, რომელიც თქვათ წლების განმავლობაშია ჩვენთან ჩამოყალიბებული, მოგცა დიდი და ფართო სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც გარკვეულწილად ოპერირება ხდება ფქვილის წარმოების და მიწოდების, მათ შორის პურის წარმოებლებზე, შესაბამისად აქ არის პასუხისმგებლიანი თქვათ ის წისქვილ კომბინატები, რომლებიც პირნათელი არიან, მათ შორის ბიუჯეტთან, მათ შორის თქვათ თვითონ პასუხისმგებლობას იღებენ ფაზზე და ასე შემდეგ და ძირითადად ეს წარმოადგენს ჩვენი ასოციაციის წევრი კომპანიები. თუმცა ბოლო ხანებში ძალიან ბევრი წისქვილ კომბინატი გაიხსნა, მცირედ და საშუალო, რომელიც ფაქტიურად ამ ოპერირებაში გარკვეულწილად ჩვენი აქმებით არ იღებს მონაწილეობას ისე აქტიურად, როგორც ეს თქვათ ზოგადად მოითხოვს ამას ბიზნეს პროცესები. აქედან გამომდინარე ჩვენი თქვათ წინადადება და ინსპირაციაც არის ის, რომ როგორც ეს 2013-14 წელში შემოსული არის მარკირება სავალდებულო, ეს არის ალკოჰოლ და არაალკოჰოლ სასმელებში და ამან მოაწესრიგა მთლიანად ეს დარგები, ასევე ჩვენთან გარკვეულწილად შემოვიდეს ეს ინსტრუმენტი, რაც წესით მოაწესრიგებს მთლიანობაში დარგს, მათ შორის აღრიცხვიანობას, მათ შორის გაზდის ბიუჯეტებში შენატანს და მათ შორის ფასთან მიმართებაში იქნება ყველაფერი გამჭვირვალე. ეხლა თვითონ სტრუქტურულად როგორ ხდება ეს? ეს ხდება ჩვეულებრივ თქვათ პროცესს რო გავყვეთ, თვითონ ტომარა ფქვილი, რომელიც არის 50 კილოგრამიანი, შეიძლება 25-იანი, 10 კილოგრამიანი, ფაქტიურად აქ ხდება თვითონ მარკის ეგრეთ წოდებული ჩასტროჭკვა, ანუ გადაკერვა, რომ წარმოვიდგინოთ ფქვილის ტომარაზე და შესაბამისად რეალიზაციის შემდეგ, როდესაც ის მიდის წისქვილ კომბინატიდან, თქვათ პურის ქარხანაში ან რომელიმე რეალიზატორთან, ის გარკვეულწილად, როდესაც იხსნება ეს ყველაფერი, ამ მარკის მეორეჯერ გამოყენება შეუძლებელი. ეს არის მკაცრი აღრიცხვის მარკა და შესაბამისად ეს აწესრიგებს მთლიანობაში თვითონ აღრიცხვიანობას, ანუ მინიმუმამდე დაყავთ გაყალბების მექანიზმი მაგ შემთხვევაში და შესაბამისად მთლიანობაში ყველა წისქვილ კომბინატი მოქცეული არის მთლიანად ბრუნვაში. აქედან გამომდინარე ჩვენი ინიციატივა ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითისათვის შარშან როდესაც თქვათ ხორბლის ადგილობრივი მოსავალი იყო 200,000 ტონა დაანონსებული, ჩვენ შევხედეთ, რომ მთლიანად ეს რეალიზებული ბოლომდე არ იყო, უბრალოდ სტატისტიკაში არ ჩანს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი არა მარტო ჩვენი დარგისთვის, წისქვილ კომბინატებისთვის, არამედ იმ მეხორბლეებისათვის, რომლებიც აბარებენ ხორბალს, ადგილობრივ ხორბალზე ლაპარაკი წისქვილ კომბინატებში და მნიშვნელოვანია იმ პურის წარმოებლებისათვის, რომლებიც პირნათელნი არიან და სწორად მუშაობენ ბაზარზე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს არის მოწესრიგების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი და აქ კიდე ხაზი მინდა გაუსვა, რომ ორი უწყების თანხმედრა უნდა იყოს აქ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო როგორც ჩვენი თქვათ უწყება, რომელშიც ჩვენ შევდივართ და მეორე ფინანსთა სამინისტრო, სადაც თქვათ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შესაძლებელია მოექცეს ეს დარგი, თქვათ, იგივე სავალდებულო მარკირების თემაში, როგორც ეს ალკოჰოლ და ალკოჰოლ სასმელებში არის. კი ბატონო, ანუ აპრიორში შეიძლება ითქვას თქვენი საუბრიდან, რომ აუცილებლად გაჯანსაღდება ბაზარი მარკირების, თქვათ, შემოღების შემთხვევაში. მინდა გკითხოთ, გონივრული ვადები რეგულაციის შემოღების თქვენი შეფასებით როდის არის?
რეალურად ეხლა ჩვენ მიდის შესწავლა ამ საკითხის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პირადად მინისტრს ვესაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროში შეტანილი გვაქვს ეს წრილი და იქ მუშაობა მიდის. ნუ რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გამოკვლეული და ვთქვათ ისე გაკეთებული. ნუ იქ კითხვები არსებობს. ერთი კითხვა არის მაგალითად, რომ ხომ არ მოიწევს ეს მაგალითისათვის მარკირების შემოღება ფქვილის გაძვირებას, რომ შემდგომ მემ პურში გადადის. ნუ წინსწრებით ამას შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ გაძვირებაზე აქ ლაპარაკი არ იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ჩვენ გავლილი გვაქვს ეს სიტუაცია და დაახლოებით 3-5 თეთრი დღის ერთი მარკა მაგალითისათვის 50 კილოგრამიან ფქვილში, რომლის ფასი დღეს 53 ლარია, ეს ნუ კაპიკებზე უფრო დაბალი ფასი არის. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია თვითონ მშვიდად ვიყოთ და ეს არავითარ გაძვირებას ეს შემოღებული რეგულაცია არ გამოიწვევს, ჩვენ მეტიც ვთქვათ, შევთავაზეთ, რომ რეგულაციის გავლენის შეფასება გაეკეთებია იგივე ფინანსთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით და ამაზე მიდის ესა მსჯელობა და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თუ ეს შემოღებული იქნება, იმიტომ რომ ეხა ძალიან მალე იქნება სეზონის დაწყება, ხორბლის აღების და შესაბამისად აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ რეგულაციით შევხვდეთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არავითარ უარყოფით გავლენას არ ახდენს, თქვათ, ლიანად არც ხორბლის ბაზარზე, არც ფქვილის ბაზარზე, არც მით უმეტეს პურის ბაზარზე, უბრალოდ ძალიან კარგად აწესრიგებს ამ ყველაფერს და ჩვენი, თქვათ, ასე ვთქვათ, საგზაო მიმართულება და რუკა ამ შემთხვევაში და ინსპირაცია არის იგივე ალკოჰოლ და ალკოჰოლური სასმელების ბაზრის მოწესრიგება, რომელიც ასეთივე მდგომარეობაში იყო. ანუ დამატებითი ფინანსური წნეხი სექტორის წარმომადგენლებისთვის ეს არ იქნება გასაგებია. თქვენ ახსენეთ სამინისტროში შეხვედრა, მეტი დეტალი მინდა გკითხოთ, თუნდაც რეგულაციის ძალაში შესვლასთან მიმართებით, რა საკითხები იყო განხილული ამ შეხვედრაზე? ამ შემთხვევაში გარდა მარკირების თემისა განხილული იყო სხვა საკითხები, იმიტომ რომ ძალიან ახლო მომავალში მე გითხარით, რომ თვითონ იწყება ხორბლის ახალი მოსავლის აღება, მათ შორის საქართველოში, რეგიონალურად რუსეთში, უკრაინაში, თვითონ ევროკავშირის ქვეყნებში, საიდანაც ჩვენ ხორბალი შემოგვაქვს და აქ საქართველოშიც ვიღებ და ის გამოწვევები, რომელიც მაგალითად თქვენ ახსენეთ იგივე ამ გადაცემის დასაწყისში ხორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. თავისთავად ცხადი აქ პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადაცემითი ეფექტი აქვს იმას, რაც ხდება, ვთქვათ, იგივე ნავთობთან დაკავშირებით და ფასებთან დაკავშირებით და კიდე ერთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ის, რომ სასუქები გაძვირდა მსოფლიო ბაზარზე, აგრეთვე ჰორმუზის სრუტის კრიზისთან დაკავშირებით და ჩვენ ფაქტიურად ვიყოფებით ახლა მსოფლიო ტურბულენტ მდგომარეობაში, იმიტომ რომ თქვენც ახსენეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გუშინ იყო გარკვეული შეთანხმება, რომ გაიხსნებოდა სრუტე, დღეს ისევ დაიკეტა და შესაბამისად აქ ძალიან ძნელია, თქვათ, განსაზღვრო ხვალიდელი დღე როგორ იქნება. ბატონო ლევან, ეს სამუშაო შეხვედრა ამასაც მიეძღვნა. ბატონო ლევან, სეზონი იწყება, როგორც აღნიშნეთ, საპროგნოზო მოსავალზე საუბარი ალბათ ახლა უფრო მარტივია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, როგორი კონტურები იკვეთება. კი ბატონო, ანუ მე ვახსენე ის უარყოფითი ეფექტები, ვთქვათ, რაც მსოფლიო ბაზარზე ანუ ხდება ხორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, ანუ ეს ნავთობი და სასუქის თემა, მაგრამ არსებობს დადებითი ფაქტორებიც იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითისათვის მსოფლიოს მოსავალი არის საკმაოდ კარგი, მოსალოდნელი, უბრალოდ ლოჯისტიკის გაძვირების თემა არის და ეს არჩევს დარგს ძალიან დიდ, ვთქვათ, ძალიან დიდ ფართო სურათში რო შევხედეთ, ძალიან ეს სირთულეებს ამჩნევს, მაგრამ რეალურად თვითონ ეს მოსავლის რაოდენობა ფაქტიურად იმდენივია, რამდენიც მაგალითად შარშან იყო. და მეორე თემა არის ის, რომ ჩვენ ახლა რეგიონალურად შავი ზღვის მიმართულება მაინც ღია არის და აქ ძალიან სერიოზული, ვთქვათ, კატაკლიზმები მოსალოდნელი არ არის. და კიდე ერთი რომ მაგალითისათვის
რუსეთი ძალიან აქტიურად აწვდის ყოველწლიურად ირანს და სპარსეთის ყურის ქვეყნებს ხორბალს. შესაბამისად, ესეც დამაიდებელი ეფექტი შეიძლება იყოს თუ აქ ახლა ომის შედეგად რაღაც შეიძლება თქვათ დადებითი ტენდენცია დავინახოთ იქიდან დაკავშირებით, რომ ის ხორბალი, რომელიც გათვლილია მომავალ სეზონში ირანისთვის და თვითონ სპარსეთის ყურისათვის, ფაქტიურად ეს უნდა სადღაც გაიყიდოს. შესაბამისად, თავისთავად ეს დაწოლას ახდენს ფასებზე. და კიდე ერთი თემა, ისტორიულად, როდესაც ხორბლის მოსავალი ახალი მოდის, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოში, ფაქტიურად აქ ისტორიულად დაწოლა ხდება ფასებზე, იმიტომ რომ ძველი მოსავლის თქვათ გამოყრა ხდება და ახალი მოსავლისთვის შესანახი მეურნეობის განთავისუფლება და ესეც ფაქტორია, რომელიც ფასებს ძირს წევს. ეს ფაქტიურად დღევანდელ სიტუაციაში ჩვენთან ასახული არის, მაგალითად თვენახევრის წინ სანამ ეს კრიზისი დაიწყებოდა, ფასი იყო თვითონ ქვეყანაში ჩვენთან 60 ლარის ფარგლებში, დღესაც არ არის მაღალი ფასი, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის, ეს არის 53-54 ლარის ფარგლებში და ყველას რა თქმა უნდა აინტერესებს პურის ფასზე ასახვა. ჩვენგან გამომდინარე მე შემიძლია აბსოლუტურად დარწმუნებით გითხრათ და მეპურებთან ეს თქვათ შეთანხმებული პოზიცია, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პურზე ფასი გაიზარდოს, მათ შორის ფქვილიდან გამომდინარე, იმიტომ რომ გითხარით, რომ ფაქტიურად ფასი სტაბილურია დღესდღეობით. კი ბატონო, სოციალურ პურზე ფასი არ გაიზრდება. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის, დაგემშვიდობებით და სეზონი იწყება, შესაბამისად ჩვენი ეთერის სტუმარი თქვენ არაერთხელ იქნებით უახლოეს პერიოდში. მადლობა ჩართვისთვის.